ქალბატონებო და ბატონებო, დღეს უნდა შევაჯამოთ მთელი 12 წელი. ბოდიში მოგიხადოთ წყენისთვის, მადლიერება გამოვხატოთ ზრუნვისთვის. თქვათ ის, რისი თქვაც ვერ მოვასწარით, ან ვერ გავბედით. მაშასე, მოდი დავიწყოთ სიცილით, სიდბოთი და კარგი გასწით. მალე ბარამია სახელობის სკოლის რიგით 57 საამაყო გამოშვების განხილვად ვაცხადებ. ყველაზე მაღალხმიანი ადამიანი. მანდილოსნებში გამორჩეული თამარა და კლასის მოტრფიალე ანანო ჯულუხიძე. ძალიან ბევრი იფიქრა რომელ სკოლაზე გაეკეთებინა არჩევანი. საბოლოოდ კი მე-6 საჯარო აღმოარჩია. გოგონა რომლის სიზმრებიც უფრო მართლდება ვიდრე მიხეილ ცაგარელის ჰოროსკოპი. მაშას ადამე შევეგებოთ ნატალი ციხელაშვილი. სიცილის თერაპია რომ სიცოცხლეს ახანძლივებს, ეს ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის. მომავალი ფსიქოლოგი, რომელიც ისე გამდირძდება, აუცილებლად ჯიკლას იყიდის. ხვედები შევეკრათ და შევეგებოთ მარია მურუპინი. რომელსაც ჭიდაობა და ძილი ერთდროულად შეუძლია. მოდი შევეგებოთ ჯიხაისის კოლორით თამას დიდიძეს. კაცი, რომელსაც საიდუმლოს ისე ინახავს, მერე თვითონაც ავიწყდება. ის თამას გარეში უფრო ხშირადაა ვიდრე სკოლაში. აბა წავეფინტავთ, გიორგი კეკუტია. სკოლასთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს, მაგრამ მაინც აგვიანებს. პუნქტუალურობა მასთან უფრო შორსაა ვიდრე სკოლასთან. მაღვიძარით შევეგებოთ თათა ცხვარაძე. ახლახას გვამცეს რომ თურმე მონალიზა გულდაწყვეტილი ყოფილა. მე დავინჩის კი არა, ამ ადამიანს უნდა დავეხატეო. მაშას ადამე ფუნჯებით შევეგებოთ ნია შანიძე. Do not disturb.
გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა მას. როგორც ყველა მასწავლებელი გაკვეთილს სიისა მოკითხვით იწყებს. მე რომ განსხვავებული ვიყო, სიას ბოლოს ამოიკითხა. აბა ურუბინი, აბა რეპწილზე რომ გამოცდებს. აი ძელი ამბავია მასწავლებელო. დაუკვირდით? ქუთაისის 23 საჯარო სკოლის მე-3 სართულის მე-7 სექტორის მე-9 ადგილზე იწდება. იმათ თუ ჩააბარა, ვაბარებ მეც. რა ფორმულაა ერთი ეგ? რა ფორმულაა მასწავლებელი და მე-9 ადგილზე მე ვიჯდები. მე-10 ადგილზე ვინც იჯდება, იმის გამო და გადავიწერო. იმათ თუ ჩააბარა, ჩაბარებული არ ვიქნება მეც. ხაბარებული გექნება მაშინ. აბარა. მოგესალმებით მოწვეულო სტუმრებო და ნაარჩევო საზოგადოებო. პატივცემულო მასწავლებელი. როგორც ყველა დღეს არჩევნის უფრა იქნება გამონაკლისი და ავირჩევთ თამადას. დღევანდელ უფრას კი გაუძღვება ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი რეოას გაგუა. შევეგებოთ. მადლობას გიხდით ჩემი დალოცვისთვის. ბოლოს არს და დროს ტარებას გეკითხებით, აბა რა ჯობს ჩვენი სკოლის მე-12-ეს ერთიანად გავვარ? გავვარ? ხდება ერთი მან რა ამბავია? რა კითხვი გამიმართეთ? მასწავლებელო, მე ჩემს უფრაზე უთანხმებას ვერ ევიდე. ოხ, მე გაჩვენებ თქვენ დალევას და დროსტარებას. შანიძე, მთელი 12 წელი რომ არა მოგიღია, ხმა. მომიგებ დღევანდელი გაკვეთილი? აუ მას ჩვენთან დენი არ იყო და ვერ ვისწავლე გაკვეთილი. მაგრამ გაკვეთილს ვინ დაეძებს? კიდე კაი ფეხი არ წამოკარი რამე. უი შენ წამოკრა, ჯანდაბამ შენ. დიდიძე, შენ რა მიზეს მოიგონებ ერთ? განსაკუთრებული არაფერი მაქვს, ესა წყალი არის. მასწავლებელა, მე რომ მეთქვა, ახლა გამაგდებდით გარეთ. მოყოლეთ ერთი დეტალურად. დაჯი, გოგო ერთი შენ მან. წყლის არ ყოფნა, ხელი როგორ შეგიშალა ერთი განგვიმარტე? როგორ მასწავლებელო და როგორ და დავჯექი მასწავლებელო სამერთად. გადავშალე წიგ. დევიწყე კითხო, მაგრამ რა დევიწყე, სუთქარ ვიკითხე მას. ხო და დავაკვირდინა პირი მიშევოდა მას. ჩავრთე მასწავლებელო მატორ, მოუშვი ყველა უნგან. წყალი არ იყო მას და ასე ვიგაშალე მე ვერ გავაგზავნე მისაგინეებს. უი, შემიშრობისო. არა, მაგი მართალი მას. რა, სხვარად? რა და სისხლის გაშრობა. ბიოლოგიის მასწავლებელმა მითხრას. ადამიანის სისხლით გაუშვა. ახლავე გადეკი კუთხეში, მაგრამ არ ვიცი რას გისა. ვერ დავდგები მას კლაუსტროფობიანებს. დედა, ახალი სიტყვა უსწავლია რაღაცა. ადგილეთ მასწავლებელო რა დროს მეთქოს არის ის და. შეგეცვალა შენ кайიყო. დაჯე, გოგეთ ნუბზუტო რაღაც. ურუპი. მომიყევ შენ გაკვეთილად შამქორის ბრძოლა. შამქორის ბრძოლა მასწავლებელო? კი, მასწავლებელო ახლა. შამქორის ბრძოლა დაიწყო 1195 წელს და გაგრძელდა. იქამდე აიწია დედაშვილს არა იყო და მალადეც, მაგრად გწოდნი. ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა, მეგობრებო და მინდა ჩვენი თათა დავლოცოთ. დავლოცოთ, ეგებად დალოცო მაინც უშველოს და მე ეროვნულებზე ამ გაჭირებულს და ისე რა ის გამკეთებელი. არის რა ხდება ერთი მან და რა ხმაურია? თუ გინდათ გაჩუქოთ თვითფრინავის ბილეთები. რა ბილეთები? მასწავლებელი სადმე ვიფრინა? კი ურუპინი, გადაგავფრენ აგერ მეორე სართულიდან. ნია, შეუძარი ცეცხლს. ამაში რა ისეცხლება გინდა ბიჭო? არა და მშვენიერი ამბია რა. გოგო, მაგარი კაბა ვიყიდე. სითბოს გულისა კი არ გეუნები. ჩასაყოლებელი გამეგველია ბიჭოს და დაადგი რაც ხა თქვა. რა ბავში ხარ ერთი თქვენ მან. რეზი, მომიყევ შენ დღევანდელი გაკვეთილი აბა? ხოთამღალა. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი მაღალი უხვინ დაბალი რასკა. დაბალი ყვიანი გამაჩეს მოსამართლე და მოსყალე რა მორჩული. არის ეს რა? ქართული გაკვეთილი კი არა ისტორია გაქვს. აუ ერთხელ ვისწავლე გაკვეთილი და ხო ვერ დავამთხვიე ვერსად. იმენა ბედი არ ამაქვს. დაჯექი ერთი მან დაჯექი. შეხედე რა ლამაზი კაბა ვიყიდე. უი, რა ლამაზია, თან როგორი ჭყიალა? ჭყიალა კი არა ტელეფონის ეკრანი დაბზაროს სულელი. სანტარ მუდამზიანო. აშა, გიორგი. დაბზარმა, რატო იგუიანი? მომიყევ ერთი შენ გაკვეთილი. აი ის გაკვეთილი. რა და ისტორია? ისტორიებისეთი რა მაქვს? აგერ ერთხელ მიდივარ რიონზე სათევზაოდ. ხო და დევიჭირე ოქროს თევზი. მელაპარაკებოდა მას. ასე მითხრა სამსური შეგიცულებ და გამიშვიო. მე რა სურვილები შეასრულები? აი სურვილები გოგო.
გავაქანე ეგრევე ლომბარჩას შევიშმატკე ბოლოს არის. ბიჭო, ზღაპრები მაინც არ წაგიკითხავს? ო, მაზღაპრები მოუყევი დაწყებით. ეს მაგარი. მას ჩვენ როდის ამთავრებ სკოლას? როდის შანიძე და დღეს. დღეს თავდება ჩემი ტანჯვა და თქვენი გართობა. დავკვირდით ისე, რა მალე გავიდა დრო, რა პატარები ვიყავით და რა მალე გავიზარდით. ესა გადის ესა ავა შენ სასახლეში შედის მელა აბადელი დელა ხსო პირველში არის ბ გაშვები გავშავე ბიჭო და მე პასუხებამდე ასე მიდივარ ინტუიციის უნარი მაგ ძალიან მაღალი რა ფერვიო აფერ ბიჭო და თუ არ გაჩერდები ახლა მასწავლებელი გამოვეკიდები რა ხდება ერთი მან რა ხმაურია? არ გეუნებოდი რანგა ხარ გიორგია შენს მამას ვიცი აი მას თქვენ ცეკვა თუ იცი? დედა, აბა არ ვიცი? მას ჩვენთან ერთად თუ იცებთ? დედა, აბა რა სვიზამ? დაიწყე.
შეგიძლია რაღაცა დიდი ხანია არ გამიგონია. მომიყევ დროანდელი გაგვათილი. მას მე ხომ იცით რატომაც რომ ვლაპარაკობ. დედა, რატო კი მარა? რატომაც და ახალ წელს დედაჩემის გაკეთებული გოზინა ყუჭამე. ტუჩები ისე დამიწება, პირს რო აღებდი მას. დედა რა, უჩები ისე დამიწება. პირს რო ვევლაღები მე-9 კლასში იგივე დავტოვე ერთი კვირა გაგვეთილი. რაგაცინებთ კი მარა? დავაცინებს მოსაკლასელი რო არ რეზიე ბოჭველი. იგი იძახო და იგივე მაქვს, იგივე და უბაგუნებდე მიგაჭირებული. დედა ჩემი სიკვდილი. არა, ვიცი რა ვფიქრე, რატოა დასიებული, ბაღანე თქვა? შეხედო ვიჯო, აგერ SMS-ი მოვიდა. წვეს დავიყასო და გამავალე. ხო არაფერი, მაგრამ ქალის გარო მიიღეს სხვა შეძმობას ისევა. რეზი, შენთან მაქვს ერთი შეკითხვა. აბა მითხარი მოკლედ და კონკრეტულად მეფე რო იყო, რას გააკეთებდი ჩვენ ქვეყანაში ან რას შეცვლით? პირველ რიგში შემოვიერთებდი დაკარგულ ტერიტორიებს. დავეხმარებოდი გაჭირვებულებს და ავაყოვებდი ქვეყანას. მეფეს ხელი არ დაარტყა, თორე დაიჟევი, უგუნურე. დაჯექი ერთი, დაჯექი ბად რას ბჟუტურო. არა ისე რა კარგად დაიწყო და ბოლოს რა დაემართა კი არის. ურუპი, მომიყევი შენ დღევანდელი გაკვეთილი ოღონდ ცლად და დეტალურად. არ ვიცი მასწავლებელი. ყოჩა დაჯექი ორიანი. Yes. რა გიხარია შეგაჭირებული? რა მიხარია მასწავლებელი და თქვენამდე ჩამიტარდა 4 გაკვეთილი, 4-ში მივიღე 2-ია. ეგ ხო გამევიდა 8. გამოვიდა. ახლა თქვენ მიწერ 200 და ეგ გამევიდა 10. ახლა წავალ სახში და დედაჩემს ვეტყვი 10-იანი მივიღე და გავაახარებ ეგრევე. დედაშვილობა კითონია გასახარებლად საქმე. მადარ. რამდენიმე ისტორიულ შეკითხვას დაგისვა რაღაც საკვეთილი არ მომიყევი. ისე ხო? შენ თუ იცი ვინ არის ამერიკის პრეზიდენტი? დონალდ ტრამპი. სოდნია. რომელ წელს აირჩიეს პირველად დონალდ ტრამპი? 2017 წელს. ყოჩა მართალია. როდის დაიწყო კორონავირუსი? 2019-ში. ეგეც მართალია რა, რაც იცით? ახლა გავართული. შენ თუ იცი რომელ წელს მეფობდა დავით აღმაშენებელი? მასწავლებელი, მე ვარ 2007-იანი. ჩემ დროს რაც მოხდა კი ვიცი და ჩემამდე რა მოხდა რაში მაინტერესებს მე. მის დღემ რო არ გადაგიშლა ისტორიის წიგნი იმიდო არ იცი. რა შენ, ბიჭო შენ, რატო ისე დაკუჭული ქაღალდი? ას ლაპარაკობ მას, ეს დაკუჭული ქაღალდი კი არა, ჩემი ხელსნაკეთი თვითმფრინავია, რომელსაც ფრენისას განიცადა ავიაკატასტროფა, რის შედეგადაც დავარდა და დაიკუჭა მას. დედა, შახედი ერთი ხوارიენ ცოცხლად, ხوار დაუპულა. კარგი, ეს ყველაფერი გავიგეთ. არიც და რამ გაგვეთილი. მაშინ ეხლა მითხარით, თუ ჩააბარებთ ეროვნულ გამოცდებს, მშობლებმა რას დაგვირდნენ? მას მე დედაჩემი დამპირდა, გამოცემს კარგად თუ ჩააბარებ, ევროპებში გაგიშვებო. თუ მშვენიერი. მასე მამაჩემმა მეც დაბრუნდა თუ ჩააბარებ მანქანას გიყიდი. ჩეულებრივ. მე მითხას ესპანეთში გაგიშვებთო. მე მითხას გადახრილი კოშკი როა იქ გაგიშვებთო. დედა რაღაც. მე მას ჩემება ოღონდ შენ ჩააბრე და ხონის აგზრები ჩვენზე იყოს. ეგ ნამდვილად გეკუთვნის. მე მას ჩემება დაპირე კაიქულებს, თუ ვერ იყევ ჩაგარჯო ბერენციაში. ხალხასა. რევას, შენ რას დაგვირ? რას ვაზდა? თუ ჩავაბარებ უნივერსიტეტში მივდივარ. თუ არა თურქეთში წავალ, თხილის სეზონი ემთხვევა. თან ხო იცით მას მე ჩემი რა გვასახელი და გვარი თავიდან ბოლომდე. რევას ბოჭველი. არა, აი, ნამდვილად აზროვნებთ. დედა, კანგაში აგონია. დასვენება. ვერ იტყვით, მე აქამდე. შიდა 79 გადააყენე. რა ის გადავაყენო? გადააყენე. რა ის გადავაყენო? ოლკონიკი გიორგი. რა დავაშავ? რატო არ გადააყენე? ამ ხელა კაც ჩემი გადაყენება რა თუ და ვისით იზა. აიცა, ვიცი, სამეცი. თუ ამას მართლა რა პერდოვები არ გაჭირები. მოდი ვნახოთ სიტუაცია, რომლის მიზეზი არავინ არ იცის. შობელთა კრება.
მოგესალმებით მეგობრებო. ადია ჩემი ბავშვების მასწავლებელი. შენ მე ყოფილი? უროპინის მშობელი რომელია? მე გახლავართ პატიცეულო. ქალბატონო, თქვენი შვილი სულ ტირის გაკვეთის. ვერ ვაჩერეთ, აღარ შეგვიძლია. დედა, გაიატირებდა მაღანა. აი, ქალბატონო. ალიტილო, დავშვიდი დაწყალი. აი, ასე ვაწყნარებ ამის შვილსაც. აი, ჯულოხიძის მშობელი რომელი? აგერძივა ქალბატონო, გისმე? მისმინე. თქვენმა შვილმა თავისი თანაკლასელი მეორე სართულიდან გადააგდა. ძლიერს აფხით, მაღან. დედას ნიჭიერი. რასო, ქალბატონო? რას ვამბობ, ქალბატონო და ჩემმა შვილმა გუშინ ტელევიზორში დაინახა ერთმა კაცმა მეორე ისროლა ფანჯრიდან დაეწერა სახლში არ გაიმეოროთო დედას გონიერმა სკოლაში გააკეთა ენაც სვალოს დედა. დილად ნიჭიერი. შანიძის მშობელი რომელი ხარ? მე გახლავართ. თქვენმა შვილმა ისტორიის მასწავლებელს თავისი კუთვნილი მანქანა მოპარა. უი, რა საინტერესო. მე რას ამბობთ, ქალბატონო? რა არის საინტერესო? თქვენი შვილის ისტორია მოგიღებთ, ცუდი როა იმიტომ და რა ის გაგრძელება გინდა? ავგიშდეს საინტერესო. კეგუდია მშობელი რომელი ხარ? მე ვარ აგე ქალბატონო რა ხდება? აბა თქვენ თუ გამოიცნოთ, ვინ არის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი? რა ვიცი ქალბატონო მე კვარაცხელია მევასება და არა, გეშლება. ყველაზე მაგარი ფეხბურთელია თქვენი შვილი. გასამოთ ქალბატონო მე ჩემი შვილი ფეხბურთზე არ დაყვა და კაი რანაირადაა. შეხედე ახ, მოატყუა 1, მოატყუა 2, მოატყუა ისტორიის მასწავლებელი, მოატყუა ქიმიის მასწავლებელი, მომატყუა მე აღარ შეგვიძლია შევგჭამა ხალხი და ნიჭი ქონიე, ბავშვ მაშინ აწი შეიყვანეთ. თქვენ, ქალბატონო, კი, არ მეშლები, ზუსტად თქვენ. თქვენი შვილი საერთოდ არ დადის სკოლაში. დედა ქალბატონო, მე საერთოდ არ მყავს შვილი. უბრალოდ იმდენი ხალხი იყო, ვიფიქრე რაც ხახდებოდკო და შემევირბინე პროსტა. მიდით, გაგზავნეთ. ყვილა კი არა, ნათქვამი, ბავშვი ოჯახის სარკეა. რაც ხარიე, ნაგენი იგენი აგერი შვილებით. მინიატურა ძიუდო სამტრედიაში. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით მოწვეულესტუნებო, მიესალმეთ ერთმანეთს. უბარო ღიტილო. აი, რა შევ სისხლი, თემამისულებო. აუ, ბიჭო რა ფერიწყებოდა. აბა ისა. ცა! იპანია, ბიჭო, იპანი. დაიუნო, ატაკო და იპანი, ბიჭო, იპანი. იპანი. ბანდის მეთაურის სახელია ტუზი. ტუზი? პირველ კლასში რომ მოვედით, პატარები ვიყავით, სკოლაში მშობლებს დავყავდით. ახლა უკვე გავიზარდეთ,
ბაზარი სამტრედიაში. აუ, რა ცუდი დღე იყო დღეს, ვერაფერი ვერ გავყიდე. არ თქვა გოგო. 10 კილო ლობიოს, 2 მეშოკი კარტოფილის და თითო შეკრა კიტრი პომიდრის გარდა ვერ გავყიდა ვერაფერი. შენ გაგიყიდია ყველაფერი. გამარჯობა. მე 6 საჯარო სკოლაში გვაქვს ბოლოზარი და ერთი კაი გოჭი გვინდა. დედა, მოდი, გამზადილი მქონია შენზე. არა, ეს კი კარგია, პუტკუნაცა, სუფთაც, ეთყობენ ნოყიერ პროდუქტებზე გაზრდილი, მაგრამ ეს ჩალეყური რომ არა აქვს, არა იყოს არ მე. მე იცი გოგო აგერ, შენ საჭმელი თუ გინდა კი წაიკითხო და სათქმელი თუ გვაქვს, რომ მეორე ყოში უთხარ. ახლა კი მოდი ვნახოთ სიტუაცია ბასიკოს ავტობუსში. მივდივართ. ლაშოვი ზიხარ მაგნებო დაჯერქით. ზივარ. მივდივართ მაშინ. დაჯე მიჭი რა ლაშოვი გამაგები. რატო ვერ მივდივართ? დაგავგე ბიჭი და წახვარ. შენ გაგახარეს ვეძი ღერთი. ბიჭი ნაწყენი ვარ შენს. რა იზა ვეძი? ყეში კრო ვნახე რა იზარდა მომაყვანი. მე იზა მე რა გეკუება აი მარშრუტკაში. ნელა ბიჭი ხალი გადადი შებრაზე რა შოუ. რაშოვი ქალბატონო ზომა მაგზებრას მოუმატე ცოტა ნაბიჯოს. ოი შენ გაგახარეს ვეძი ღერთი წაიყვანე ერთა აი მაშინა. ნახეთ რომ შეყარებულმა მანქანა მიყიდა. ოი და რა მანქანა? წითელიო. ხო და რა მანქანა? არ ვიცი. ანუ ვიცი? არა, არ ვიცი. ესე იგი Toyota-ს ყავს მოდელი ვიცი. არა, Toyota-ს მოდელები როგორ არ ვიცი? ხო და ესე იგი ვიცია? არ ვიცი, კაცო. რა არაფერი არ იცი. ბიჭი გამომართვი რა ჯანდაბაა ეგი რულია თუ ტემპერატური დამლეცა აგენდა ვეძი. გააჩერე. ვიცი ხომ მოგზეს გონი? გააჩერე. რა გინდა ქალბატონო გეყურებავს და ამდენი ხანია ხო არ გიჭირს სამე? მე ვარ ამბავშების სამრიგებელი და რატო დავყო ერთი ვერ გავიქ. მოდის ბაგანა გეგეზე მოდენო გაჩერებაზე გავაჩერე ბაგანა ვერ ვაჩერე ვეძი. ჟიტკოსტი შეძოსა. მოი ერთი წამიკარე ფეხი გამაჩერები აი მაგან. ღალე
ადგილია, სადაც წერა-კითხვა ვისწავლეთ. ვისწავლეთ ურთიერთობა, პატივისცემა, მეგობრობა და რაც მთავარია, ჩვენ სკოლაში ცხოვრება ვისწავლეთ. ვამთავრებთ. ადრე თუ ვიძახდით, რომ ნეტა როდის გავიზრდებით და სკოლას როდის დავამთავრებთ, დღეს სულ სხვანაირად ვუყურებთ ამ ყველაფერს. გვინდება რომ კიდევ ბევრი დაუვიწყალით რომ გავატაროთ თქვენთან ერთად. თუმცა რას ვიცავ, ასეც ხდება. სკოლაში სულ პატარები მოვედით. აქ-ნაკი ყველანი გაზრდილები მივდივართ უნივერსიტეტში. მერე შეიძლება რამოდენიმე ჩვენთანგანი კი პედაგოგის კი გახდეს. ამიტომ გამოდის რომ ყველაზე მყარი სადრგველი სკოლაა. დღეს ჩვენი გზა აქ სრულდება. თუმცა თქვენი სიყვარული, სითბო და ცხოვრებისეული გაკვეთილები სულ თან გაყვება. თქვენ გვასწავლეთ არა მარტო წიგნებიდან, არამედ ცხოვრებიდან, როგორ ვიოცნებოთ, როგორ დავისახოთ მიზანი და ვიპოვოთ ჩვენი გზა. იმას არნიშნავს, რომ თავდება ჩვენი ისტორია და ურთიერთობები, რომლის საძირკველიც ჯერ კიდევ პირველ კლასში ყველამ ერთად ჩავყარეთ. მადლობა მასწავლებლებს მოთმინებისათვის და ყველა იმ რჩევა დარიგებისათვის, რაც კი მოუწიათ ჩვენთვის. და მადლობა ჩემს თანაკლასელებს დაუვიწყარი მოგონებებისთვის. კიდევ ბევრი თაობა აღზარდოს, ქართული ტრადიციული ოჯახის შვილები, რომლებიც თავს მხარეს და საქართველოს ასახელებენ. 12 წელმა მალე გაიფრინა. დღეს როცა უკანასკნელად ვისმენთ ჩვენთვის დარეკილ სკოლის ზარს, გულში ბევრ ემოციასთან ერთად ჩვენი პირველი ნაბიჯებიც გვახსენდება. გვახსოვს დაბნეულებს, როგორ გაგვაცანით სკოლის კედლები, წიგნები, კლასელები. დღემდე გვაბედნიერებს პირველ მასწავლებელზე გახსენებული ტკბილი მოგონებები, რომელიც ზღიმოს გვქრის. თქვენ იყავით ჩვენი პირველი მეგზური, რომელმაც გვამოგზაურეთ ცოდნის დიდ სამყაროში. გვასწავლეთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. მადლობა იმ წუთებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ და იმ არის საფუძვლისთვის, რომელიც ცოდნით შეგვიძინეთ. პატარები მოვედით და უკვე გემშვიდობებით. დოდომას არასდროს დაგივიწყეთ. დღეს, როდესაც სკოლის კარს უკან ტოვებთ, გულით გვინდა გადაგიხადოთ მადლობა. თქვენ იყავით ჩვენი მეგზურები სოფლის გზაზე. გვასწავლეთ არა მხოლოდ წესიერის იმნიდან, არამედ ცხოვრებისეული გაკვეთილებით. თქვენი მოთმინება და სიყვარული მუდამ ჩვენთან დარჩება. თქვენს მიერ ჩადებული შრომა და ზრუნვა არასოდეს დაგვაუწყდება. მადლობა, რომ გვასწავლეთ როგორ ვიყოთ უკეთესები, როგორ ვიფიქროთ დამოუკიდებლად და როგორ ვიმოქმედოთ სამართლიანად. ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო, 12 წლის წინ შევხვდით და ახლა დროა დაგემშვიდობოთ. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდებით. ყოველთვის გვემახსოვრება თქვენი გაკვეთილები, რჩევა დარიგება, ახალი გამოწვევები. დღეს ცოტა სევდიანია განშორება, რადგან ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ. მაგრამ ცხოვრება ასეთია. ჩვენ მივდივართ, სხვები მოდიან. იმედია მომავალი ყველასთვის უკეთესი იქნება. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთით. მადლობა ძალისხმევისთვის. ჩვენ გავფასებთ თქვენ როგორც მასწავლებლებს და როგორც ადამიანებს. გავიდა და მერდივა სკოლიდან, ბავშვობა გვასწრებდება, მებიგვეს მიშორიდან. ამდენხანში მათ ვიყავით არაფერი გითხარით, გიბრთ რომ ფერებავით კატალოზე ვიყავით, მამაც საკაგივიწყებ და სუპერმაქსორებით, პატარები მოვედით და უკვე გემშვიდობებით. ჩვენი სკოლის სახელი გვინდა ყველამ გაიგოს, ანდრების მე ჩვენ სოფლიომაც გაიცნოს. ეროვნულებს ჩავაბარებთ დიპლომები ექნება, ცოტა მოვიდა მე ყველაფერი ახდება. ანდრების სახელ ჩვენ არასოდეს შევაცხენ, ვერაფერი შექმნის და ყველა მიზანს მივახცევთ.
ბატონ ნივეტა დეისაძე. მოქალაქეები, გისურვებთ, რომ იყოთ ბეჯითები, შრომის მოყვარელი, უნარიანები, მოიაროთ მთელი სამყარო, მიიღოთ არაერთი გამოცდილება, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხარ. თქვენი სამშობლო, თქვენ ყოველთვის გეძახით. თქვენი რაიონი, თქვენი ოჯახი, ხარიათ, დაამთავრეთ, გეხაროთ ცხოვრების წარმატებული გზებით და დაგილოცავთ გზას ახალ ეტაპზე. დალოცვილი, ბედნიერი ყოფილისა. უღმესი მადლობა კიდევ კოლეგას, რომელსაც აი ამ ბავშვების ფიზიკურ განათლებაში ჩადო თითო მარცვალი. გახაზა ის ხნული, ნოყიერი, ნაყოფიერი და ჩათესა მასში ღირსეული მარცვალი. აი თქვენი ღირსეული მარცვალი, რა თქმა უნდა ღირსეულად წარდგნენ დღეს თქვენს წინაშე და გვჯერა რომ ყოველთვის ღირსეული იქნებიან. აღმოცენდება ნორჩი ბალახი გაიკეთებს თავ-თავს და ჩვენ მივიღებთ მძიმე პურის თავ-თავებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს. ეხლა კი სცენაზე მოვიწვევ ჩვენ თქვენს პირველ მასწავლებელს, დოდო მასწავლებელს და გადავცემ სიტყვას, რომელმაც პირველი ჯანსაღი მარცვალი ჩათესა თქვენს აღზრდაში. დღეს ძალიან ლამაზი დღე გვაჩვენეთ. გისურვებთ ასეთი ლამაზები იყავით სულ. ამ სკოლის კედლებიდან ბევრი კურსდამთავრებულები წავედნენ. და სხვათა შორის ძალიან სასაქელო ხალხი. გვერდით დგომისთვის, შრომისთვის, დახესებისთვის, არაერთი ღამე გაათენა ჩვენს გვერდით, რომ ეს ლამაზი საღამო ყოფილიყო მორთული და გაეხარებია ბავშვები. დიდი მადლობა. მოგესალმებით. ბავშვებო, პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ დღევანდელი შესანიშნავი საღამოსთვის. ჩვენი სკოლა, მეც ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ და ყოველთვის აჩვენებს თავის ხარისხს, აქვს თავისი ნიშა და ის განსაკუთრებულობა, რასაც ატარებს ის დაარსების დღით. და მადლობა თქვენ, რომ დღესაც აი ასე არაჩვეულებრივად წარმოაჩინეთ ჩვენი სკოლა. თქვენ ხართ ის თაობა და ის ახალგაზრდები, რომელთა იმედზეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. და ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ამ სკოლის წარმომადგენელს გვჯერა თქვენი შესაძლებლობების და მე მინდა გისურვოთ, რომ ყოველთვის ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების, ყოველთვის გჯეროდეთ ახლოს თქვენს მიზანთან. ამ მიზანთან ყოფნასთან ერთად აუცილებელია თქვენ შეინარჩუნოთ ტოლერანტობა, ადამიანურობა და ერთმანეთისადმი სიყვარული, რასაც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გაართმევთ თავს. გვეიმედებით, მინდა გზა დაგილოცოთ, გისურვოთ ბევრი წარმატება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენი წარმატების სადარაჯოზე და თქვენ გულშემატკივრად გვიგულეთ ყოველთვის. დღეს თქვენ ასრულებთ სკოლას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სკოლის კარი თქვენთვის იხურება. პირიქით, ახლა უფრო მეტად იღება, ჩვენ როგორც თქვენი მეგობრები, ისე გვიგულეთ ყოველთვის. დაგილოცავთ გზებს და ბედნიერ სავალ გზებს გისურვებთ. საღამო, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის. ასე დასრულდა ეს საღამო არაჩვეულებრივად, ემოციებით, შემოქმედებითაც. დიდი მადლობა ბავშვებო კიდევ ერთხელ და გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, წინსვლას. მიყვარხართ ძალიან.